როგორც გახსოვთ, ორშაბათობით ჩვენს ეთერს ვუთმობთ რუბრიკას მწვანე ეკონომიკა, რომელიც მზადდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდება გახლავთ გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში. დღეს ჩემი თანაწამყვანი სოსო ბეირიკაშვილი ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ისაუბრებს, როგორც ვიცი, ბიზნესის მწვანე პასუხისმგებლობაზე და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. სოსო, გისმენთ ყურადღებით. დიახ, ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებ, ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. ბიზნესი ამ გადაცემაში და ამ რუბრიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და მწვანე პასუხისმგებლობაც ჩემი რუბრიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოკლედ დავიწყოთ, ეს არის მწვანე ეკონომიკა, სოსო ბეირიკაშვილთან ერთად. მე მისი წამყვანი სოსო ბეირიკაშვილი გახლავართ. როგორც ანამ დაგვიანონსა, დღეს ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, ბიზნესის მწვანე პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ და შესაბამისად სტუმრად მოწვეული გვყავს ბიზნესის წარმომადგენლები, ორი ძალიან საინტერესო და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენელი. ერთი არის SkillWheel, რომელიც ემსახურება ტექნოლოგიურ განათლებას ადამიანების და მეორე არის TENE, რომელიც წარმომადგენელი ხელმძღვანელი ყავდა ასევე წინა წელს სტუმრად, რომელიც ემსახურება პირდაპირ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მწვანე ეკონომიკისთვის, ანუ პლასტმასის გადამუშავებას და მეორე სიცოცხლის შეძენას. მაშასე ჩვენი სტუმრები არიან ერთი მხრივ TENE-ის მარკეტინგის მენეჯერი ბექაონიანი და მეორე მხრივ SkillWheel-ის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ხათუნა ნანუაშვილი. ხათუნა, თქვენთან კითხვით დავიწყებ. ჩვენ წინა გადაცემაში გვყავდა სტუმრად ტექნოლოგიების წარმოადგენელი, ასე ვთქვათ, და თქვენი კომპანიაც ტექ კომპანია არის, შეიძლება ასე ითქვას. ყოველ შემთხვევაში ემსახურება ტექნოლოგიურ განათლებას და განვითარებას. საერთოდ მწვანე ეკონომიკაზე როცა საუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეკონომიკის განვითარება ერთი მხრივ ბუნებას აზიანებს კი და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ეკონომიკა ისე განავითაროთ, რომ ბუნება რაც შეიძლება მეტად ნაკლებად დაზიანდეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ტექნოლოგიური განვითარება თავის მხრივ შეიძლება მოსავალიც იყოს იგივე ბუნებისთვის და ამიტომ გჭირდება ეს ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც თქვენ შემთხვევაში ასწავლიან ხალხს, როგორ იყვნენ უფრო სწორები, ასე ვთქვათ. აი რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია ამ კუთხით და მე უკვე გადავიდეთ თანამშრომლობაზე. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო თემა არის ეს ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ როგორც პირველი ნეო უნივერსიტეტი საქართველოში და რეგიონში არა მარტო მაღალი ცოდნის მიცემაზე ვზრუნავთ ჩვენი სტუდენტებისთვის IT და ICT სფეროში, არამედ ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას ვცდილობთ ჩვენს ორგანიზაციაში, ჩვენს კომპანიაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ძალიან ენერგოეფექტური მიდგომები გვაქვს, საერთო სამუშაო სივრცეები გვაქვს, რაც ზოგავს ენერგიას, ენერგოეფექტური ნათურების გამოყენებით ვახერხებთ ამას, ასევე სრულად ამოღებული გვაქვს მოხმარებიდან ქაღალდი და ერთადერთი რაც გვქონდა დარჩენილი იყო პლასმასის გადამუშავების. ეს ქაღალდის ამოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის განვითარებას. მოყვება აუცილებლად. ძალიან კაფეოდ ჩანს, რომ ტექნოლოგიის განვითარებას თან ახლავს ქაღალდის ამოღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ხეების შეხვას და ასე შემდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, გადავარჩენთ ამითი რაღაც წილს, ჩვენი წილი შეგვაქვს ტყეების გადარჩენაში, ასე ვთქვათ. და ასევე ერთ-ერთი რაც გვადარდებდა და ვზრუნავდით და გვინდოდა რომ მოგვეგვარებინა, იყო პლასმასის ნარჩენების გადამუშავება, რაშიც უკვე დაგვეხმარება TENE და დაიდგა უკვე ჩვენთან ყუთები TENE-ში, ყოველთვიურად მოხდება ამ პლასმასის ნარჩენების გატანა და გარდა იმისა, რომ უკვე მაღალი ხარისხის განათლებას მივაწვდით
IT და ICT სფეროში ჩვენ სტუდენტებს და მომავლის პროფესიებს შევასწავლით, უკვე სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ვზრუნავთ სრულად და შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ სრულად მწვანე კომპანია ვართ. ხო, აი ეს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ხშირად აქტუალურია და ხალხისთვის ასე თუ ისე ნაცნობი თემა არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემა, მაგრამ მწვანე მიმართულებით აქამდე ესე ხაზგასმით არ ყოფილა ხოლმე და ჩემი მიზანიც და ამ რუბრიკის ერთ-ერთი მიზანი ეგეც არის, რომ ამ მიმართულებით ცნობიერება გავზარდოთ და მწვანე პასუხისმგებლობაზეც ვიზრუნოთ ბიზნესის და ამ შემთხვევაში კითხვით უკვე ბექასთან გადავალ, იმიტომ რომ თქვენი კომპანია ძალიან წარმატებულად თანამშრომლობს ბევრ კომპანიასთან და კარგ საქმეს უკეთებთ იმ კუთხით, რომ ეხმარებით ამ ორგანიზაციებს, რომ უკეთესები იყვნენ რა, ანუ კარგი გაგებით, უფრო მწვანე, უფრო პასუხისმგებლიანი და ცნობიერების ამაღლება, რაზეც საუბრობდი, ძალიან კარგი სინერგია შეიძლება იყოს თქვენი და ამ კომპანიების თანამშრომლობა. აი ამაზე რომ გითხრათ, სკილულთან თანამშრომლობა იქნება თუ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორ მუშაობთ და რამდენად წარმატებული არის ეს ყველაფერი პრაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯობა, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, მადლობა ისეთ საინტერესო თემაზე სასაუბროდ მოწვევისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანიისთვის აგვემაღლებინა ცნობიერება და მეტი კომპანია ჩაგვერთო იმ კამპანიაში, რასაც ზოგადად პლასმასის შეგროვება და მისი გადამუშავება ქვია, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით. Skills მინდა მადლობა გადაუხადო, რომ ჩაერთნენ და ესე მოტივირებულები არიან ამ საქმეში. Skills გარდა ჩვენ გვყავს კიდევ გაცილებით ესეთი უფრო მასშტაბური კომპანიები, რომლებიც დარგობრივად განსხვავდებიან Skills-გან, მაგრამ ჩართულები არიან ამ მწვანე პოლიტიკაში და აგროვებენ პლასმას მათი თანამშრომლები და შემდგომ ეს პლასმასი ჩვენ უკვე გამოგვაქვს და ამას გადავამუშავებთ. ეს პრაქტიკა დავნერგეთ დაახლოებით წელიწადზე მეტია. ჩვენი მწვანე ყუთებით, ეს მწვანე ყუთები, რომლებიც თქვენთანაც დგას, მინდა აღვნიშნო და თქვენც ჩართული ხართ ამ ამბავში და ძალიან მისასალმებელია ეს ფაქტი. ჩვენ მწვანე ყუთებს შეხვდებით ბევრ კომპანიაში. პრაქტიკა გვაქვს ესეთი, რომ დგავთ ამ ყუთებს, შემდგომ უკვე ხო, აი პრაქტიკაზე რომ კაფეში ვისაუბროთ, იმიტომ რომ პოტენციური თქვენი პარტნიორების უყურებენ. შემდგომ უკვე მემორანდუმი ფორმდება კომპანიასა და ჩვენს შორის, რომლის მიხედვითაც უკვე ერთგვარი პლეისმენტი არის ჩვენი ყუთი კომპანიაში, ან მათ ოფისში, ან სამუშაო ადგილას, ან საწარმოში თუ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ საქმიანობს კომპანია, იდგმება ეს ჩვენი ყუთი და მათი თანამშრომლები უკვე იწყებენ მოხმარებული პლასმასის შეგროვებას ამ ყუთებში. რომელიც შემდგომ ჩვენ გამოგვაქვს, მე გადავამუშავებთ და მოვიხმართ როგორც ჩვენი წარმოებაში, ასევე ვაგზავნით უკვე, რასაც ჩვენ არ მოვიხმართ და ვერ გამოვიყენებთ, უკვე ვაგზავნით გადასამუშავებელ საწარმოში, რომ არ მოხდეს პლასმასით გარემოს დაბინძურება და დაზიანება. უკვე ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი კომპანია არის ჩართული ამ ამბავში და მათი სოციალური პასუხისმგებლობა და მათი თანამშრომლების ცნობიერება ნელ-ნელა იზრდება. სანაცვლოდ ჩვენ თავაზობთ ფასდაკლებას ულიმიტოს, რომელიც ცელდება ჩვენს პროდუქციაზე და შეუძლიათ, რომ ეს დაგროვილი ბონუს ქულები, რომელსაც გავცემთ ჩვენ პლასმასის ჩაბარების სანაცვლოდ მათი მხრიდან, უკვე შეუძლიათ, რომ გადაცვალონ ისეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. ერთი მხრივ მათ სოციალური პასუხისმგებლობის თემა არის, ანუ ასაგებია ძალიან თვალსაჩინოა, რომ ამ პლასმას თუ არ გადაყრიან და ეს გადაყრილი პლასმასი ჩვენ შემთხვევაში ვიცით, რომ რაღაც ხდება ღია ნაგავსაყრელებზე და ბუნებას ძალიან აზიანებს. ანუ ეხმარებით, რომ უკეთესი, უფრო პასუხისმგებელი, უკეთესი კომპანიები იყვნენ და მეორე მხრივ რაღაც კონკრეტულ სარგებელსაც თავაზობთ, ხო? კი, მონეტიზაციას სამწუხაროდ ვერ ვახდენთ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ რატო ვერ ვახდენთ? მაგაზე იყო საუბარი, რომ რაღაცა სამწუხაროდ ძალიან უმნიშვნელოა ის ჩვენს ქვეყანაში თვითონ პლასმასის ღირებულება და ფაქტიურად
აი ამ მსგავს საქმიანობას თვითგადარჩენაც კი უჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი სარგებელი არ გააჩნია პლასმასს ამ შემთხვევაში. ჩვენი იდეაც მთავარი იდეა და შინაარსიც იყო, რომ გარედან კი არ შემოგვეტანა და თვითონ პლასმასი სხვა დამატებით პლასმასის იმპორტი კი არ გაგვეხორციელებინა ქვეყანაში, უკვე არსებული პლასმასი გამოგვეყენებინა და ნაკლებად დაგვებინძურებინა გარემო, რომელსაც ჩვენი პროდუქტიც რო ფუჭდება, ისიც გადამუშავება. ინდუსტრიულად ისე განვითარებული ქვეყანა, რომ რაღაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პლასმასი გქონდეს, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიების არსებობა, იმიტომ რომ ბევრი კომპანია არის, ვინც მუშაობს მსგავსი თემატიკით, მაგრამ ხშირად ისინი არ არიან ხოლმე წარმატებული, ან მოკლევადიანი პროექტებია, რაღაცა გრანტს მოიპოვებენ, მე ამ გრანტს გახარჯავენ და მდგრადობა თვითონ ამ კომპანიების ხშირად არ არის ხოლმე სახარბელო და თქვენი ორგანიზაცია გამონაკლისი არის ამ კუთხით და ძალიან კარგი არის, რომ შეიძლება რაღაც ძალიან მაღალ მოგების მარჟაზე ვერ გადიოდეთ, მაგრამ მაინც კარგია, რომ არსებობდეს ესეთი კომპანიები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლის და ბიზნესის ცნობიერებაც შეიცვლება და მე შეიძლება სხვა ორგანიზაციებიც გაჩნდეს. თან პროგრესი შეუქცევადია, ასე თუ ისე ქვეყანა ვითარდება და უფრო მეტი პლასმასი დაგროვდება რაღაც მომენტში და უფრო მეტი საჭიროება იქნება ამ კუთხით. ხა თუნდაც დაუბრუნდეთ, რომ ისე განათლების თემას რო დაუბრუნდეთ, თქვენი ორგანიზაცია ემსახურება ტექნოლოგიურ განათლებას ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების, რამდენად შეიძლება ამ ტიპის განათლებაში ჩართული იყოს ისეთი საკითხები, რაც მე და ჩვენ გადაცემას გვაინტერესებს, აი სწორი მდგრადი განვითარება, მწვანე პასუხისგებლობა და ესეთი რაღაცები, თუ გიფიქრიათ ამაზე. თუ არ გიფიქრიათ, ეხლა ვიფიქრეთ. ხო, იცით რა, ჩვენ ნათელი მაგალითი ვართ იმისა, რომ ასეთ ორგანიზაციას შეუძლია, რომ სრულად მწვანე გახდეს და ასევე ის პროფესიები, რასაც ჩვენ შევასწავლით, რა თქმა უნდა, იმ გადაწყვეტებშიც ეხმარებათ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც მწვანე პოლიტიკას ეხმარება და ასე ვთქვათ, გარემოზე ზრუნვაში არის ჩართული. ტექნოლოგიური განვითარება სულ წინ და წინ მიდის და ამ აწი შეიძლება უფრო და უფრო მეტად დაეხმარონ ჩვენთან, ვთქვათ, კურსდამთავრებულები, ტენესნაირ კომპანიებს თავიანთი. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ ტექნიკურად გამართული სისტემებით შეიძლება უფრო მეტად წახალისდეს ესეთი მიმართულებები. მონეტიზაციის ნაწილში შეიძლება რიცხვები დიდი არ იყოს, მაგრამ ქულების დარიცხვის სხვადასხვა საბონუსე სისტემები. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით და ყველა მიმართულებით პრინციპში სწორი სტიმულების გაჩენა და სწორი სტიმულების მიცემა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს waste management-ის და ნარჩენების გადამუშავების საკითხი, მაგრამ მცდელობები ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე წარუმატებელი. ჩვენ ეთერში შემოსვლამდე ვსაუბრობდით, როცა აკეთებენ დაუშვათ სეპარირებულ ურნებს, ხო? და მე ყველა მიცის საზოგადოება მიცის, რომ შეიძლება გაყო ეს ნარჩენები და ცალკე ჩააგდო პლასმასის ბოთლი და ცალკე შუშის, მაგრამ ერთად ხვდება და ერთ მანქანაში და ერთ ნაგავსაყრელზე ხვდება და ეს არის არასწორი. მან არგუმენტი იყო, რომ რაღაცით დაწყება ჯობია, სულ არაფერს და არ ჯობია რაღაცით დაწყება, იმიტომ რომ თქვენ მარკეტინგის მიმართულებას წარმოადგენთ ორივე და დამეთანხმებით, რომ არასწორი კომუნიკაცია და არასწორი დასაწყისი კომუნიკაციის შეიძლება აუცილებლად უკუ ეფექტის მომტანი არის ყოველთვის. ამიტომ ჯობია რომ კარგად დავგეგმოთ ეს პროცესი და მე მივაწოდოთ მომხმარებელსაც და იმასაც რაღაცა რწმენა გქონდეს, ხო? ამიტომ ტექნოლოგიების როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ნებისმიერ მართვაში, ხო? ამ რა ქვია ნარჩენების მართვაში ტექნოლოგიურად განვითარებული თაობას რაც გადავაკეთე პრინციპში, როგორც უკვე შეზღუდული არის ასაკი ამ სფეროში ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ყველა ასაკში შეუძლია ადამიანს ისწავლოს ტექნოლოგიები. ტენეს მინდა დაუბრუნდე.
ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა ჰქონდათ გასულ წელს მე მახსოვს და რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით ან რა სიახლეები განხორციელდა დაუშვათ და მომავალში რა იგეგმება იმიტომ რომ ვიცი რომ აქტიური კომპანია ხართ და სულ რაღაცა ახალს ვიგონებ და ესეც სამნიშნველია აი თქვენი კავშირი Skillwheel-თან აქაც შეიძლება რაღაცა გამოვკვეთოთ იმიტომ რომ სიახლეებისადმი მიდრეკილება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბიზნესში და საერთოდ ზოგადად კი ბატონო, გასული წელი მართლაც აქტიური იყო ჩვენთვის, უამრავი წარმატებული კამპანია განვახორციელეთ, ასევე უამრავ ღონისძიებაზე და უამრავ ფესტივალზეც მივიღეთ მონაწილეობა და წარმოჩენილები ვიყავით თითქმის ყველგან, სადაც საჭირო იყო ნებისმიერი გაჯეტის, ტელეფონის ან მოწყობილობის დამუხტვა და ყველგან საჭიროა. ყველგან წარმოდგენილები ვიყავით მაშინ, დავაზუსტებ ესე გეტყვით. ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით ქონდა და გვაქვს კიდევ მიმდინარე კამპანია, სადაც ადამიანებს საზოგადოებას მოუწოდებთ იმის შესახებ, რომ თუ კი შეაგროვებენ 50 ბოთლის თავსახურს, ბოთლს და მოიტანენ ჩვენთან აქციებზე, რეგიონებშიც გავიტანეთ ეს ყველაფერი, მათ უსასყიდლოდ გადავცემთ ერთ USB კაბელს, ესე რომ ვთქვათ, ნებისმიერს, რომელიც მათ სურთ. შესაბამისად, ეს აქციები გავიტანეთ გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში და ასე შემდეგ და რეგიონებსაც მივაწვდინეთ ხმა იმის შესახებ, ასევე მარნეულში, სადაც მინდა აღვნიშნო, საკმაოდ დიდი ჩართულობა იყო და ცოტა გაოცებულებიც კი დავრჩით, იმდენი პლასმასა შეაგროვეს, ადგილობრივი სკოლები იყვნენ აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ხოლმე კიდევ მსგავსი კამპანიები ეხლა ამაზე მინდა ვისაუბროთ, რომ ხალხის დამოკიდებულება ხშირად ამ თემების მიმართ მოულოდნელად პოზიტიურია ხოლმე, ან აინტერესებს, ჯაჭვური რეაქცია ახლავს ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რაღაცა ჯაჭვური რეაქცია ახლავს ხოლმე და ვირუსი ვითვრცელდება, იმიტომ რომ ამ აქციებს როცა ჩავდივართ სადმე რეგიონში და ვიწყებთ პირობითად 11 საათზე, 11-12 საათზე მოსული სტუმარი მიდის სახში ან მეგობარს ან ოჯახის წევრს ეუბნება იგივეს და მე მათთან ერთად ბრუნდება ხოლმე როგორც წესი და მე აღმოჩნდება ის რომ ჩვენ 2-3 სატვირთო მანქანა არ ყოფნის რომ იქიდან პლასმასი წამოვიღოთ. ეს არის ძალიან კარგი. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან რაც არის ის რომ სკოლებთან დავიწყეთ თანამშრომლობა მსგავსი მიმართულებით და გარდა Skillwheel-ისა, რომლებიც რაღაცა ტექნოლოგიურად ავითარებენ, ჩვენ უფრო დაბალი ასაკის ბავშვებთანაც გვაქვს ურთიერთობა, სკოლები გვიკავშირდებიან, გვაქვს ესეთი პრაქტიკა. ეხლა კამპანია გვაქვს აქტიური მიმდინარე სკოლებთან. სკოლები გვიკავშირდებიან, გთხოვენ რომ რაღაცას განვითარების როცა საუბრობთ ცნობიერების ამაღლებაზე, რასაკვირველია სკოლები და სკოლამდელი ასაკის საგანმანათლებლო ორგანიზაციები, საბავშვო ბაღებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით. უბრალოდ მოდის შეგაწყვეტინეთ, მაგრამ აი ეს საკითხი მაინტერესებს ტექნიკურად, რამდენად შეგიძლიათ, რომ პატარა ზოგიერთ სკოლა ან საბავშვო ბაღი შეიძლება იყოს პატარა რამ მასშტაბებით და რამდენად ახერხებთ, რომ პატარა ორგანიზაციებზე თანამშრომლობთ. რის თქმა მინდა, რომ ეხლა უფრო ხარჯების თვალსაზრისით უფრო რთული არის, ეხლა სად დიდი მოცულობის პლასმასი რო დაგროვდება, მიხვალ წამოიღებ ერთიანი და ეხლა რამდენიმე ბოთლისთვის აი ეს ტექნიკურად როგორ ხდება? ამაზე განკუთვნილი გვაქვს ესე რომ ვთქვათ, ჩვენი წესები გვაქვს და საჯარო სკოლებთან და მათ შორის კერძო სკოლებთან როცა თანამშრომლობთ, ჩვენი პირველი გადაკვეთა იწყება ხოლმე იმით, რომ ჩვენი კომპანია, ჩვენი წარმომადგენლები მივდივართ და ცნობიერების ამაღლების კუთხით და ზოგადად ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს, ამ პლასმასის შეგროვების სპეციფიკის კუთხით რაღაცა პატარა ლექციასავით ვატარებთ ხოლმე და შემდგომ უკვე ვიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას. წესები გვაქვს ისეთი, რომ 30 კილოგრამამდე უნდა შეგროვდეს, რომ მოხდეს ნებისმიერი სკოლა იქნება თუ კომპანია იქნება უფასოდ გამოტანა ჩვენი მხრიდან პლასმასის და 30 კილოგრამამდე შეგროვებული პლასმასი არ არის ის რაოდენობა, რომ ანუ ამის შეგროვება ვერ მოხდეს მით უმეტეს ისეთ დაწესებულებაში, როგორც სკოლა და საბავშვო ბაღი არის. აღნიშნავ იმას, რომ პატარების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, იმაზე უფრო მაღალი ვიდრე მოველოდით და იმაზე უფრო მაღალი ვიდრე დასრული ადამიანები. კი, იმიტომ რომ ეგრე იზრდებიან, ხშირი არის როგორც ჩავერთვები, რომ ამ თუნდაც ამ ცნობიერების ამაღლებაში და ამ პატარა ბავშვების ცნობიერების ამაღლებაში
ის ინფორმაცია ეხმარებათ, რომლებსაც თქვათ ახალი განვითარებული ტექნოლოგიები აწვდიან. ეს არის ვებსაიტები, ეს არის სხვადასხვა აპლიკაციები და ეს არის თუნდაც იგივე სოციალური ქსელი. ანუ აი აქაც ჩანს ტექნოლოგიური განვითარების საჭიროება, თქვათ თუნდაც TNS-ნაირ ორგანიზაციებში. აი ხშირად საუბრობენ ხოლმე სოციალური ქსელების ან ტექნოლოგიების უარყოფით როლზე ბავშვების აღზრდაში თუ განვითარებაში და რასაკვირველია აქვს უარყოფით როლიც, მაგრამ დადებითი როლი მე თვითონ ყავს პატარა შვილი და ხო ვიცი რასაც უყურებს და როგორი ფორმით არის მოწოდებული ეს ინფორმაციები აი 3 წლის ბავშვისთვის, ხო? ჩვენ რაღაც უცხოურ კონტენტსაც ხშირად უყურებს ინგლისურად და ეს ბავშვები რო იზრდებიან, მე იმათ ავტომატურად აქვს ჩამოყალიბებული ეგ ცნობიერება ანუ ამ ანიმაციებში თუ ფილმებში ჩანს რომ ის პლასმასი ცალკე უნდა გამოყოს მინიმუმ და ჩაში უნდა გადააგდოს კი ბატონო და ანიმაციებსაც რო თავი დავანებოთ თქვათ ესეთი ორგანიზაციები ცნობიერების ამაღლებისთვის იყენებენ ამ არხებს იყენებენ ტექნოლოგიებს ნამდვილად და ძალიან საჭირო არის დღევანდელ დღეს ამ ინფორმაციის მიმოცვლისთვის და ამაზე მეც შემიძლია რომ რაღაც დავამატო ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი ჩვენთან დამეგობრებული კომპანიებისთვის ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ის რომ იმ კომპანიებთან რომლებთანაც ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას მაგალითად ეხლა როგორც Kiwili არის ამ ჩვენ თანამშრომლობის შესახებ ჩვენ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვიწყებთ საუბარს და ეს არ არის ხოლმე ერთჯერადი იქედან გამომდინარე რაღაცა ამასაც ვირუსული კარგი სახით წარმოჩინება ახალი კომპანიებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ხშირად ყოფილა რომ ერთ დარგში ესე რომ ვთქვათ დასაქმებული კომპანიებიდან ერთთან დაგვიწყია თანამშრომლობა და მეორე მესამე დღეს მეორეს უკვე კონკურენტ კომპანიას გამოუჩენია სურვილი და იდეაში ამ სფეროში რასაც ჩვენ ვაკეთებთ აქ კონკურენცია არაფერ შუაში არა პირიქით მაქსიმალურად კარგი არის რაც უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება უფრო მეტად დაცული იქნება ჩვენი გარემო კი სკოლებთან თანამშრომლობა ძალიან კარგი არის კარგია რომ ეს აღნიშნეთ და მართლა უფრო საბავშვო ბაღებთან თანამშრომლობასაც გირჩევდით, იმიტომ რომ ცოტა უფრო შორეულ მომავალზეც რო ვიფიქროთ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ბავშვებისთვისაც მათთვისაც შეიძლება რაღაც დამატებითი აქტივობები იყოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არის ჩართულები არიან ბავშვები დამატებითად, აი ეკოკლუბები ბევრ სკოლაში არის და მინდა მოვუწოდო სკოლებს რომ თუ კი არ არის თქვენთან ეკოკლუბი აუცილებლად ეცადეთ რომ რაღაცა საფუძველი ჩაუყაროთ ამ ეტაპიდანვე იმას რომ მოსწავლე იქნება სკოლის თუ საბავშვო ბაღში იქნება პატარა აუცილებლად მიეჩიოს იმას რომ მოახდინოს რაღაცა ნარჩენი სეპარირება და ეს პლასმასი არის აზიანო გარემოსთვის. დიდი მადლობა. აი ესეთი კარგი და პოზიტიური მოწოდებით ახალი თაობის მიმართ შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი რუბრიკა